საქმე წმინდათა მოციქულთან, თავი მეცხრე. ხოლო სავლე უფრო ისად განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კვლითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუხვდა მღვდელთ მოძღვარს ამას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხვათა მიმართ კრებულთა, რაითა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამისა მოძღვრებისა გზასა, მამები ანუ დედები კრულნი მიიყვანეს იერუსალემდ. და მიოდენ რა ივიდოდა იგი და მიახნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოისცა მისსა ბრწყინვალებაი ნათლისაი ზეცით გარდამო. და იგი დაეცა ქვეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰქვა მას. საულ, საულ, რა ისა მდევნი მე, ფიცხელას შენ და წიხნაი დეზისაი. მან მიუგო და რქვა, შენ ვინ ხარ უფალო? რქვა მას, მე ვარ იესო, რომელცა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად და მუნ გეთხრას შენ რა იგი ღირდეს შენ და საქმედ. და კაცნი იგი რომელნი იყვნენ მისთანა დგეს დაკვირვებულნი სმენით ესმოდა ხმა იგი ხოლო ხედვიდეს ვერ არას. აღდგა სავლე ქვეყანით თვალნი ეხილნეს და ხედვიდა ვერ არას. უპყრეს ხელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. და წარხდეს 3 დღენი და არ არას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სვა. ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკის შინა სახელით ანანია. და რქვა მას უფალმან ჩვენებით ანანია და მან რქვა აქავარ უფალო. რქვა მას უფალმან აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას რომელსაც რქვიან მართალი და მოიძიე ტაძართა მათ იუდაისთა სავლე სახელით ტარსელი რამე თუ აჰაეგერა ილოცავს მუნ. და იხილა მან ჩვენებით კაცი სახელით ანანია რომელიც შევიდა და დაასხნა ხელნი მასზე და რაითა აღიხილნეს. მიუგო ანანია და რქვა უფალო მას მიეს მრავალთაგან მის კაცისათვის რაოდენი ძვირი შეაჩვენა წმინდათა შენთა იერუსალიმშინა და აქაცა მოუღებიეს ხელმწიფება იმ მღვდელთმოძღვართაგან შეკვრად ყოველთა რომელნი ხადიან სახელსა შენსა. რქვა მას უფალმან მივედი შენ რამ თუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი რაითა ზე აქ უნდა სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართა და მეფეთა და მთავართა ძეთა ისრაელისათა და მეუჩვენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათვის. აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მისზე და ხელნი მისწინდა რქვა საულ ძმაო უფალმან მომავლინა მე იესო რომელი გეჩვენან შენ გზასა მას რომელსა მოხვედოდე რაითა აღიხილნა თვალნი შენი და აღივსო სულითა წმინდითა. და მყის გარდა მოვარდეს თვალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეხვსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელიღო. და მოიღო საზრდელი და განძლიერდა და იყო მუნ მოწაფეთა მათთანა დამასკოს დღე რაოდენმე. და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა ვითარმედ ეს იარს ძეღმთისაი და დაუკვირდებოდა ყოველთა რომელთა ესმოდა და იტყოდეს არა ესი არსა რომელი იგი თქვენვიდა იერუსალიმშინა რომელნი ხადოდეს სახელსა იესოისა და აქაცა მისთვის მოსრულიყო რაითა კრულნი აღიყვანეს იგი მღვდელთმოძღვართათანა. ხოლო სავლე უფრო ის განძლიერდებოდა და შეკრებდა ჰურიათა რომელნი მყოფ იყვნენ დამასკის შინა და გულისხმა უყოფდა ვითარმედ ესი არს ქრისტე. ვითაცა აღერ სრულდეს დღენი მრავალნი განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლა იმისი. და ეუწყა სავლეს ძვირის ზახვა იმათი რამე თუ სვიდეს ბჭეთა დღე და ღამე რაითამცა ვითარ მოკლეს იგი. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამედ და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფირიდითა და მირაივიდა სავლე იერუსალემდ აზმნობდა შემდგომად მოწაფეთა მათ და ყოველთა ეშინოდა მისგან რამე თუ არ არწმენდა ვითარმედ არს იგი მოწაფე. ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგვარა მოციქულთა და უთხრა მათ ვითარ იგი გზასაზე და იხილა უფალი და რამე თუ ეტყოდა მას და ვითარ იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესოსითა. და იყო მათთანა შევიდოდა იერუსალემს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა და იესოისითა. და ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძნმეტყველთა მათთანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლასა მისა. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ. ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაისათა და სამარიაისათა ეგნეს მშვიდობით შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა და ნუგეშინის ცემითა სულისაწმინდისაითა განმრავლდებოდეს. და იყო იქცევდა რა პეტრე ყოველთა მათ ადგილთა შთავი და წმინდათა მათსა რომელნი მკვიდრ იყვნეს ლვიდიას.
დაპუამუნ კაცი ვინმე, რომელსაც სახელი ერქვა ენია, 8 წლიდან ქვემდებარე ცხედარსაზე და რომელი იყო განრღვეულ. და რქვა მას პეტრე, ენია, განგყურნებ შენ უფალი იესო ქრისტე, აღდე და გარდაყარე სარაცელო შენი და მეხსევლად აღდგა. და იხილეს იგი ყოველთა მკვიდრთა ლუდიისათა და სარონისათა, რომელთა იგი მოაქციეს უფლისა. ხოლო იოპეშინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსაც სახელი ერქვა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველი საქმითა და წყალობითა, რომელცა იგი იქმოდა. და იყო მათ დღეთა შინა დასნეულება იმისი და სიკვდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსამა შინა. რამე თუ ახს ლიდია იოპესა, ესმა მოწაფეთა ვითარმეთ პეტრე მუნარს. და მიავლინეს მისა ორნი კაცმი ლოცვიდეს ვითარმეთ ნუგცონის მოსვლად ვიდრე ჩვენდამდე. და აღდგა პეტრე და წარვიდა მასთანა, რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსამას ზედა. და გარემოადგა მას ხრივები იგი ყოველნი ტიროდეს და უჩვენებდეს უბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა მასთანა რა იყო ტაბითა. ხოლო პეტრე განავლინა გარე ყოველნი და მოიდრიგნა მუხლი და ილოცა. და მოექცა გვამსა მას და რქუა, ტაბითა აღდეკ. და მან მეხსევლად აღიხილნა თვალნი თვისნი და იხილა რა პეტრე წამოჯდა. ხოლო მან მისცა მას ხელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმინდათა მათ და ქვრივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი. აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და რწმენა მრავალთა უფალი და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეშინა სიმონ ვისმე მეპრატაკისა თანა.